სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებ ჯონ მაგარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. რომელიც ჩაწერილი 1993 წლის 30 ოქტომბერს. შემდეგ კითხვა ძალიან საინტერესოა და ამას ვავს მამაკაცი, რომელსაც აინტერესებს, რამდენი დრო გვაქვს კიდე დარჩენილი, სანამდე სახლში დაგვიძახებენ, ანუ ღმერთი დაგვიძახებს სამოთხეში. ბევრს ალბათ აინტერესებს ეს კითხვა და ჯერ მადლობას უხდის ბატონ ჯონსის. რისი თქმაც მე მინდოდა ჯონ, ეს იყო ჩემი დაკვირვება და ეს იყო ის, რომ ნამდვილად სასიამოვნო იყო თქვენი გულის გადახსნა, რომელიც თქვენ დაგვანახეთ, როდესაც მოგვიყევით ქადაგება იყო სერიალები ეკლესიის ანატომიის შესახებ. ეს იყო ერთგვარი რაღაცა სოციალური ნაყინის წვეულება, ეს გამოთქმა ამერიკული გამოთქმა არის. რომელსაც ალბათ მე არასოდეს არ დავივიწყებ. ერთი რამ რაც ნამდვილად დავინახე და იმედი მაქვს რომ სხვა ადამიანებსაც დაუნახე ეს არის თუ რამდენად მჭიდრო შეიძლება იყოს გრეისის ჩვენი მადლის ეკლესია და რამდენად ახლო იყოს ეს ურთიერთობები. მიუხედავად იმისა, რომ აქ უკვე ამდენი 1000 ადამიანია. ეს ნამდვილად მართლაც კურთხევა არის. მე უბრალოდ ახლა დავამატებდი ამას, რომ უკვე ამ დროისათვის ნახეთ უკვე რამოდენიმე ათასია უკვე ჯონ მაგარტურის ეკლესია და ამას გამოარჩევენ, მაგრამ რაც უფრო დრო გადის, მეც დავაკვირდი ეს, მეც ვესტუმრე მათ ვინახულე, ადამიანები უცხოვდებიან, შემოდიან სხვადასხვა ასევე წარმოშობის, სხვადასხვა იმისი, ასევე საზოგადოებაც იცვლება, ხო? და რა თქმა უნდა ცივდება უფრო ურთიერთობა, მაგრამ მე წარმოვიდგენია დასაწყისში, როგორი ახლო და თბილი იყო ეს ურთიერთობები. და ჯონი მაგარტური პასუხობს ამაზე, ყველას გაუხარდება ეს. მე უბრალოდ ცნობისათვის კიდევ ვინც ეხლა ჩაუჯდა ამ 25-ე განყოფილებას, ამას წინ უძღოდა წყებსების კონფერენცია ამ კითხვა-პასუხს და ასევე ის ქადაგებების სერია, რომელიც ეკლესიის ანატომიას ეხებოდა. და ამის გამო არის კიდევ ბევრი რომ მადლიერია კითხვების დასმის დროს. თქვენ ამას მოისმენთ შემდეგ კითხვაშიც ესევე. და ჯონ მაგარტური პასუხობს, დიახ, მშვენიერია, გმადლობთ ამისათვის. ის სხვათა შორის ეს არის ის, რისიც მე მჯერა. და ეს მართალია. თქვენ იცით, რომ ჩვენ ყავდა ერთ-ერთი მოძღვარი კონფერენციაზე, იყო მოსული გასულ კვირას და მათაც გაუზიარა მე ეკლესიის ანატომიის შესახებ. და მთელი კვირის განმავლობაში წყებსების კონფერენციაზე ჩვენ საუბრობდით ამაზე. ეს მეგობარი მოვიდა ჩვენთან კვირა ღამით და ის წარმოშობით კანადიდან არის. ის ძალიან ტრადიციული გარეგნობის თანამემამულეა. ასევე ცოტათი ხნოვანი მამაკაცი არის, უფროსი მამაკაცია და ძალიან თბილი გული აქვს. ის მოვიდა ჩემთან და მითხრა: "იცი ჯონ, ეს კვირა საღამო ჩემთვის დაუწყარი იქნება. მოვემედი აქ ჩემი ეკლესიისთვის რამოდენიმე პროგრამა რომ წამეღო და იქ განმეხორციელებინა. და უნდა გითხრა რომ ღმერთმა ამ საღამოს შეცვალა მთელი ჩემი ცხოვრება. მე სულად გადავაფასე ბევრი რამ მრევლის ურთიერთობაზე, ეკლესიის ურთიერთობაზე. და მე არასოდეს არ ვიქნები იგივე. ეს ისეთი მშვენიერი იყო. და ამ პიროვნებამ პირველი რაზეც ისაუბრა, ჩვენთან არსებული ხალხის, ჩვენ საკრებულოში, მათ დამოუკიდებულებაზე ისაუბრა. ამან აღაბრთოვანა უფრო მეტად, ვიდრე მარტო თეორიულმა საუბრებმა. ასევე მე დღეს მივიღე წერილი, ეს ჩემ მაგიდაზე ვნახე. ერთ-ერთი მოძღვრისაგან, რომელიც ესწრებოდა ამ კონფერენციას, რომელიც აქ იყო. არ მახსოვს მისი სახელი, მაგრამ ის საკმაოდ დიდი ეკლესიიდან იყო აღმოსავლეთ ამერიკიდან. და მან თქვა, რომ მე გამაოცა თქვენ ეკლესიაში თქვენი მრევლის სიახლოვემ, სიყვარულმა, ზრუნველობამ და მათმა ესეთმა გულის სინაზემო. და ნახეთ, ეს მართლაც რომ ასეა და ეს ძალიან მშვენიერია. მით უმეტეს პასტორისათვის, როცა ის ისმენს ამას. და ეს არის ის, რასაც ნამდვილად ჩვენ ვეძებთ, რომ შევინარჩუნოთ და უფრო მეტად გავაღრმავოთ. მადლობა უფალს ამისათვის. და აუდიტორიდან, როგორც ხვდები, დეივია, მე იტყვის დევიდი, იგივე პიროვნება აგრძელებს უკვე თავის კითხვას. ჯონ, მე უბრალოდ მაინტერესებდა, რაც შეეხება თქვენს სერიალებს ეკლესიის ანატომიის შესახებ. მხოლოდ თქვენი პირადიდან განცდიდან გამომდინარე. მართლაც
კითხვა მინდა რომ დავცვა, რამდენი დრო გვაქვს დარჩენილი კიდევ სანამ ჩვენ სახლში წავალთ და დაგვიძახებენ. და ჯონ მაკარტური პასუხობს. იცი რა არის დევიდ, წარმოდგენაც არ მაქვს მე. მე უბრალოდ ერთი ვიცი ერთი რამე. მე გულისხმობ და ალბათ თქვენ ხვდებით რომ ჩვენ ყოველდღიურად უფრო და უფრო ახლოს ვართ იმ მომენტამდე, ვიდრე ატაცება მოხდება, ვიდრე ადრე ვყოფილ ვართ. თავარია რომ ჩვენი ატაცება უსაფრთხო არის, აუცილებლად მოხდება და სულ უფრო და უფრო ახლოს უახლოვდება ეს მომენტი. მე მართალია საცვლები, პიჟამოები ჯერ არა მაქვს ჩაცმული. თქვენ ვერ ვიმპოვით, მე სახურავზე მომლოდინეთ. მაგრამ ფიქრობ, რასაც წმინდა წერილი გვეუბნება არის ის, რომ არც ერთმა ადამიანმა, არც ერთმა კაცმა არ იცის ის დღე და საათი. ეს იესოს სიტყვებია. თავად უფალმა არ ინება ამის ჩვენთვის განდობა. მაგრამ ეს მოხდება იმ საათს, რასაც ის ამბობს, როცა თქვენ არ ფიქრობთ და არ ელით. უფალი მოვა როგორც პარავი ქურდი ღამით და ყველა დანარჩენი გახსოვთ, რაც მან დაგვიბარა. ასე რომ მე როცა უყურებ ჩემს გარშემო სამყაროს, როგორ ვითარდება ის, მე ვხედავ უკვე ამ ნიშნებს, რომლებიც მიგვანიშნებს, რომ ქრისტეს მოსვლა ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს. მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ მხოლოდ ერთი რამ, რაც უნდა მოხდეს უფლის მოსვლამდე, ეს არის საყვირი. და როცა ეს მოხდება, ჩვენ ატაცებული ვიქნები და წავალთ. ასე რომ ეს ნამდვილად რეალურია, მაგრამ არ არსებობს რაღაცა წინასწარმეტყველური სცენა, რომელიც ჯერ კიდევ უნდა დაიდგას, გათამაშდეს და განვითარდეს. ისრაელი უკვე თავის მიწაზეა. უკვე რამდენი ხანი, ხო? 1948 წლიდან. ისინი დაბრუნდნენ თავიანთ ადგილზე. მეორე ტიმოთეს მესამე თავში აღწერილი ბოლო ჟამის სამყაროს ყველა ნიშნები არის და ყველგან ხედავთ მას ჩვენს ირგვლივ. ასე რომ თავსატეხის ყველა ნაწილი იქ არის, ევროპის საერთო ბაზარი გაერთიანდა, თქვენ იცით 10 ერის ეკონომიკური საზოგადოება, როგორც ამას დანიელი აღწერს ბოლო ჟამს. ეს არის უკვე დიდი არმიები აღმოსავლეთში, ჩინეთში, ჩრდილოეთში, რუსეთი, კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში და ეს ყველაფერი წინასწარმეტყველური პერსპექტივიდანაა. მე არ ამგონია რომ ეს დიდხანს გაგრძელდეს, მაგრამ პროგნოზირებას მაინც არ ვაპირებ თავს შევიკავებ. მე უბრალოდ ვიცი ეს, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და უნდა ვიმუშაოთ უფლის მოსვლამდე. ჩვენ არ ვაპირებთ დავსხდეთ, ხელი დავიკრიფოთ და უყუროთ ამას. მე მახსოვს ერთი პიროვნება, რომელმაც გადაწყვიტა რომ ეს მოხდებოდა ახალი წლის დღეებში, ერთი წლის განმავლობაში ლიკვიდაცია მოახდინა $900,000 ღირებულების აქტივების, რითიც მან იყიდა ეს სალოცავი ხელები პლასმასისაგან გაკეთებული, რომელიც სიბნელეში ანათებდა და დაიწყო მათი დარიგება მთელს მის რეგიონში. მაგრამ ეს ესე არ მოხდა. მან მთელ მსოფლიოში გაუგზავნა ბიბლიები, ტრაქტატები, სხვადასხვა ბროშურები, რომელზეც იესო იყო დახატული, მითი ფოტოებით. და უბრალოდ ამისთვის მან დახარჯა ყოველი ცენტი, რაც კი ქონდა მას, რადგან ის დარწმუნებული იყო ამაში. მაგრამ როცა ეს არ მოხდა, ცოტა სულელურ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი. მაგრამ ჩვენ ესე არ გვინდა რომ ვიცხოვროთ, ჩვენ აქტიურად ცხოვროთ, ვაგრძელებთ ის რაც მან დაგვიბარა, რომ დავიმოწაფოთ ყოველი ადამიანი და სანამ ის დაბრუნდება, ჩვენ მოუთმელად დაველოდებით მას. გასაგებია? დიახ, გმადლობ ჯონ, გასაგებია.